მოგესალმებით ჩემო ძვირფასო YouTube მაყურებლებო. არაჩვეულებრივი ქართული ამბებით დაგიბრუნდით. მადლობა თქვენ აქტიურობისთვის, არხის გამოწერისთვის, ვიდეოს მოწონებისთვის და თბილი კომენტარებისთვის. რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი მადლობა კროკოს მხარდაჭერისა და პარტნიორობისთვის. გადავიდეთ იმ ამბების მოთხრობაზე, რომლებიც დღეისათვის მოგიმზადეთ. უკბილო სესილია თაყაიშვილი. მომწერეს სესილია თაყაიშვილზე მოგვიყევიო და მაგაზე უარს როგორ გეტყოდით. დიდი სიამოვნებით მოგიყვებით ჩვენს ერთ-ერთ საყვარელ და გამორჩეულ მსახიობზე სესილია თაყაიშვილზე. სესილია მსახიობობისთვის თავდადებული ქალი გახდათ. ბევრი გაგვიგია რომ როლისთვის ზოგი გახდა, ზოგმა მოიმატა, ზოგმა თავი გადაიპარსა და ასე შემდეგ. თუმცა მათზე არანაკლები მსხვერპლი აქვს გაღებული სესილია თაყაიშვილს. გმირობა აბა რა არის, როცა ბებიის როლისთვის საკუთარ კბილებს იღებ. დიახ. ზურიკელას ბებიის როლისთვის სესილია 53 წლის ასაკში კბილები ამოიღო. შესაბამისად, ჩავარდნილი ზედატუჩის გამო ჩლიფინებდა და გენიალურად შეასრულა ბებიის როლი. ცხადია, ნაწარმოებს მებებია ილიკოს და ილარიონს გულისხმობ. სწორედ ამ დროს თბილისში იყო ჩამოსული ცნობილი ფრანგი რეჟისორი ჟან დონმარტი, რომელიც ერთდროს პარიზის თეატრების გაერთიანებული დირექტორიც იყო. ასეთი გამოჩენილი ადამიანი დაესწრო მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლს მე, ბებია, ილიკო და ილარიონი. ნახვის შემდეგ ატირებული და აღტაცებული იყო ეს ადამიანი და სასწრაფოდ ითხოვა ის ბებია გამაცანითო. დაუძახეს სესილიას. როგორც გითხარით, მაშინ ის 53 წლის იყო. ხმე, ენერგიული, სწრაფი სიარული იცოდა. თავისი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი მანერით გააღო კარი და შემოვიდა. გრიმი უკვე მოცილებული ჰქონდა. ისე გამოიყურებოდა მართლაც არ გავდა ბებიას. ჟანმა იფიქრა რომ სწორად ვერ გაიგეს თუ რა ითხოვა და გაიმეორა, არა, მე იმ ბებიის გაცნობა მინდაო. როდესაც მიხვდა რომ მის წინ სწორად ის ქალი იდგა, ვისი ნახვაც სურდა, მუხლი მოიყარა და სესილიას ეამბორა. თურმე მაშინ წარმოთქვა ის ცნობილი სიტყვებიც. ეს არავითარი თქვენი ბებია არ არის. ეს ბებია ჩემია, რომელიც პროვანსში ცხოვრობსო. სხვათა შორის ბებიის როლი ყოფილა ერთადერთი, რომელიც სესილიამ თავიდანვე მიიღო და შეიყვარა. ნებისმიერი სხვა როლის შეთავაზების დროს ბუზღუნს იწყებდა და უარს ამბობდა. მერე როცა იქნებოდა დათანხმდებოდა და ამის შემდეგ სულ პიესის ავტორის და დამდგმელი რეჟისორის ლანძღვაში იყო. ასე იყო საბჭოთა პიესის ალანის ოჯახის დადგმის პროცესშიც. ამ პიესაში სესილია და შალვა ღამბაშიძე მოხუც ცოლ-ქმარს ასახიერებდა. როგორც წესი, სესილიამ თავიდანვე აითვალწუნა პიესა. დაიწყო როლის დამუშავება. აიყოლია შალვა ღამბაშიძეც და სცენაზე თუ კულისებში მხოლოდ ერთი შეფასება ისმოდა: რა საზიზღრობა, რა საძაგლობა, რა უბედურება. ხო და მოკლედ მოვიდა პრემიერის დღე. სესილიამ ბრწყინვალეთ ითამაშა, რა თქმა უნდა. შალვა კი მოგვიანებით გამოტყდა. თურმე ეს ოხერი სესილია რეპეტიციებზე ილანძღებოდა, სახლში კი როლზე მუშაობდაო. გამაბრიყვაო, პრემიერის დღეს თვითონ შესანიშნავი სახე შექმნა, მე კი რავს ბუტბუტებდი სცენაზე, მე თვითონ არ მესმოდაო. პირველი მფრინავი ქალი აჭარიდან. ახლა ერთ შედარებით ნაკლებად ცნობილ ქალზე უნდა მოგიყვეთ. ის იყო პირველი ქართველი მფრინავი ქალი აჭარიდან. 1916 წელს მეზღვაურის შაბან გოგიტიძის მეცახელად ზღვის მგლის ოჯახში მეცხრე შვილი დაიბადა. გოგონას ფადიკო დაარქვეს. ფადიკო გოგიტიძე. არავინ იცის როდის და როგორ ან რა ვითარებაში გაუჩნდა გოგონას ფრენის სურვილი. მაგრამ მიზნის მისაღწევად მშობლების თანხმობის გარეშე იმოქმედა. იცით რა ქნა? სახლში თქვა რომ თბილისში სამედიცინოზე სასწავლებლად მიდიოდა და სინამდვილეში დედაქალაქში მფრინავის პროფესიის დასაუფლებლად გაეშურა. ამ დროს ქალი კი არა, მამაკაცი მფრინავებიც კი ცოტანი იყვნენ. გოგონამ საფრენოსნო სკოლა წარმატებით დაამთავრა. თუმცა პირველი კურსის შემდეგ უკვე თავისუფლად შეეძლო ფრენა. გადმოცემის მიხედვით დამოუკიდებლად მართავდა ფოლადის შევარდენს, მართავდა საოცარი სიზუსტითა და სილამაზით. პირველ და საკმაოდ რთულ საცდელ ფრენას თავი კარგად გაართვა. ღრუბლიან ამინჩი ნისლში გახვეულ სურამის უღელტეხილს გადაუფრინა და თბილისიდან ბათუმში გადაფრინდა თურმე. ეს ისტორიული ფაქტი 1936 წლის გაზეთ საბჭოთა აჭარაში ასეა დაფიქსირებული. 18 აგვისტოს დილის 10 საათისთვის დაეშვა თვითმფრინავი U2. ამ თვითმფრინავით თბილისიდან ჩამოვიდა პირველი აჭარელი მფრინავი გოგონა ფადიმე გოგიტიძე. ბუნებრივია მისი მშობლები და ახლობლები გაოცებული დარჩნენ, როცა სამთავრობო დონეზე დაგეგმილ საზეიმო დახვედრაზე დედაქალაქიდან საზღვაო ქალაქში ჩაფრენილი თვითმფრინავიდან ფადიკო გადმოვიდა.
დედმამას სწორედ მაშინ გაუგია, რომ მათი შვილი ექიმი კი არა, მფრინავი გახდა. სამწუხაროდ ფადიკოს დიდხანს არ ეწერა ლაღი ფრენა. ის 24 წლის ასაკში საცდელი ფრენისას გარდაიცვალა. მისი შვილი მხოლოდ 3 თვის იყო. აუცილებლად უნდა გვახსოვდეს ჩვენი სახელოვანი, მამაცი ადამიანები. გვახსოვდეს და გვიყვარდეს. სიჩუმის კომპოზიტორი. ერთ პატარა ამბავს გია ყანჩელზე მოგიყვებით. ჩვენ სასახელო და საყვარელ კომპოზიტორზე უამრავი ამბის მოყოლაა შესაძლებელი. თუ როგორ ქმნიდა მუსიკას, როგორ მოახერხა ცხოვრების განმავლობაში ამდენი შედევრი შეექმნა. ცალკე თავს იმსახურებს მისი შექმნილი კინომუსიკა. ათეულობით ფილმის საუნდტრეკია სწორედ გია ყანჩელის დაწერილი. ყველაფერი არაჩვეულებრივი გამოფენით დაიწყო. ელდარ შენგელაია არაჩვეულებრივი გამოფენის გადასაღებად ემზადებოდა. მუსიკას იგი თავის პირველივე ფილმებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა. პირველივე ფილმებში გამოცდილ კომპოზიტორებთან ერთად მუშაობდა, მაგრამ მაინც არ იყო კმაყოფილი. როგორც მოგვიანებით განაცხადა, მას სჭირდებოდა კომპოზიტორი დრამატურგიული მონტაჟური აზროვნებით. არაჩვეულებრივ გამოფენაზე მუშაობა თითქმის დაწყებული იყო, როცა ელდარ შენგელაიამ თავისი თაობის ხელოვანის გია ყანჩელის პირველი სიმფონია მოისმინა და მაშინვე გადაწყვიტა, რომ გია ყანჩელის მუსიკა კინემატოგრაფიულია. ამას მოყვა შერეკილები, მიმინო, პასპორტი და ასე შემდეგ. ერთხელ უცხოეთში კონცერტის შემდეგ ახალგაზრდა კომპოზიტორი მივიდა გია ყანჩელთან და უთხრა: თქვენს მუსიკაში პაუზები რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი? ხანდახან გონია სიჩუმეს უფრო უსმენ, ვიდრე მელოდიასო. გია ყანჩელმა კი გაიღიმა და უთხრა: ადამიანს ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვები სიჩუმეში ესმისო. გაიხსენეთ გია ყანჩელის მუსიკა და მოусმინეთ თავიდან. მართლა ბევრი სიტყვა შეიძლება გაიგოთ პაუზების დროს. მოკლედ დღეისათვის სულ ეს იყო. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ვიდეოს მოწონება. მეც უფრო და უფრო დიდ мотивაციას მომცემთ, რომ უფრო და უფრო კარგი ამბები მოგიმზადოთ. დროებით.